კლასელი მივრცელებს ჭორებს, რომ უცხო ბიჭებს თამამ სურათებს უგზავნი. მთელი კლასი ზურგს უკან დამცინის არა და სიმართლე არ არის. როგორ მოვიქცე? ეს არის ანონიმური წერილების მე-7 ეპიზოდი და ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი უპასუხებს ჩვენი გამომწერების ანონიმურ წერილებს. ეს ძალიან სერიოზული სიტუაცია არის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავარქვათ ამ სიტუაციას თავის სახელი. ეს არის ბულინგი და ფსიქოლოგიური ძალადობა. პირველი ნაბიჯი შეიძლება გაკეთდეს. რამდენიმე კლასელი, ვისთანაც მეგობრობს ჩვენი წერილის ავტორი, მათ დაელაპარაკოს. თუ დაინახა, რომ ისინი მზად არიან, რომ ხარი დაუჭირონ, მერე უკვე დაელაპარაკოს იმ კლასელს, რომელიც ძალადობს. ერთად შეიძლება დაელაპარაკონ კონფლიქტის გარეშე, ისევ გამოიყენონ ის ფორმა, რომ როდესაც შენ მივცელებ ასეთ ინფორმაციას, მე ძალიან ცუდ მდგომარეობაში გზნობ თავს თითქოს ჩემზე იძალადეს და მე ვფიქრობ, რომ შენ ჩემთვის ზიანის მოყენება გინდა და გთხოვ, რომ ეს დასრულდეს. თუ არ დასრულდა ეს ქცევა, ძალადობის სიტუაცია და ბულინგის სიტუაცია ისეთი სიტუაცია არის, სადაც თუ ისეთი პედაგოგი არის სკოლაში, რომლის იმედი აქვს, რომ ის გაუგებს და ობიექტური იქნება ამ ვითარებაში, ამ პედაგოგს დაელაპარაკოს ამ ვითარებაზე. როცა სხვას მიმართავენ ხოლმე დასახმარებლად, ამის მერე ბულინგი თითქოს ძლიერდება. ეს ნამდვილად ასე იყო, სანამ ბულინგი დაერქმეოდა. რა მოხდა, გაიხუმრა, რა მოხდა, რაღაცა თქვა, არ არის ასე ძალადობაა. თუ ბულინგზე არ რეაგირებს პედაგოგი, ეს ძალიან სერიოზული დარღვევა არის პროფესიული ეთიკის. მე დავიწყებდი მხარდაჭერის ძიებით, რომ ვიყო ჩვენი ანონიმური წერილის ავტორის ადგილზე, იმ ცოდნით, რაც ცოდნას მე დღეს მაქვს. შევეცდებოდი, რომ 1, 2, 3 კლასელი ვერტში ამოვიყენო, რომ მე მარტო არ ვიყო ამ სიტუაციაში. თუ ვნახავ, რომ ეს საკმარისი არ არის, უნდა ჩავრთო პედაგოგი, მშობლები, ბულინგი და არაძალადობრივი გარემო სკოლაში ყველა ჩვენთაგანის პასუხისგებლობაა.